განსაკუთრებით ტყეებზე რომ არის ხოლმე რომ თუ ადამიანის ხელში ჩავარდება ტყე, თუ მიუჩნევთ ადამიანებს, ისინი აუცილებლად გაჩეხავენ. თუმცა თუ კითხავ რა ის შე რო გქონდეს ტყე, შენ გაჩეხავ, ის გითხოს არა, მე არა. მაგრამ სხვები გაჩეხავენ. სწორედ ეს რანაირი მითია და რანაირად შექმნილი ეს არის რაღაცნაირ ვთქვათ ცრუ საწყისებზე აღმოცენებული თანამედროვე მითი ჩვენთვის მაგალითად ჩვენი სივრცისთვის და თითქოს ეს მითი ისეთი მითია რომ ოდითგანვე დასაბამიდანვე ესე იყო რომ ტყე იყო სახელმწიფოსი. არა და პირიქითაა. სახელმწიფო სულ არ არსებობდა თავი მაგაც. რომ სახელმწიფო რომს დავარქვათ, მაშინაც კერძო იყო 1921 წლამდე ეს ტყეები იყო კერძო მნიშვნელობა რა აქვს ახლა იქ დიდგვაროვანი იყო, პატარაგვაროვანი, გლეხი, მთის ესე ვთქვათ კომლი, ეს საგვარეულო იყო კერძო, სახელმწიფოსი არ იყო. არც ერთ ეპოქაში. მარტო 1921 წლიდან დაიწყო ეს პროცესი და ეს ხალხმა აქ ჩართვა გავაკეთოთ, რომ გასაგები აქ მოხდა სრული ექსპროპრიაცია, მაგრამ ევროპაშიც ხო არის სახელმწიფო ტყეები, სახელმწიფო საკუთრებაში. კი, გარკვეული წილი. მეტნაკლები პროცენტით, მაგრამ ხო არის და იქ როგორ მოხდა ეგ ამბავი? იქ სავარაუდოდ მოხდა მეფის, ესე ვთქვათ, ინსტიტუტის სახელმწიფოდ გადაკეთების პროცესში, ანუ მონარქიული ინსტიტუტის პრაქტიკულად მე რატომღაც ესეთი ისე ვთქვათ წარმოადგენა მაქვს რომ სამეფოს ანუ მეფის ქონება იყო განყენებული სხვა ესე ვთქვათ მიწების ლორდების ასე შემდეგ როდესაც უკვე როცა მეფე ჩამოვალ ლაბორანტეს მაშინ ან დაიხვეწა და მეფეს სიმბოლურ ნაწილად იქცა და უკვე მას გარკვეულწილად ეს ქონებრივი შესაძლებლობები წიაღისო აღარ ჭირდებოდა ის იქცა ამ შემთხვევაში მეფე და სახელმწიფო აი ეს ნაწილი არის ძირითადად. მეორე ნაწილი არის უკვე თანამედროვე პირობებში განსაკუთრებული ტიპის ქონება, რომელიც განსაკუთრებული ტიპის მოვლას ან რაღაც უნიკალურია, რაღაც წითელ ნუსხაში უნდა შევიტანოთ და ასე შემდეგ და ან განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, ან თავის ისტორიული ბრძოლის ველია თუ ასე შემდეგ და ამის გამო შეიძლება იყოს ეს ორი ნაწილი არის და დანარჩენი რაც იყო ლორდების, ხო, ნუ რაღაც ნაწილი ესეც არის, რა არის რაღაც ტერიტორიები, რომელიც უკავშირდება რაღაც ისტორიულ მოვლენას და ის სახელმწიფომ თავის პატრონაჟის ქვეშ აიღო, იმიტომ რომ ისტორიული მოვლენის ადგილია. მათ შორის ახლა ძალიან ისეთ ქვეყანაზე, რომელიც საკუთრების მხრივ ძალიან თითით საჩვენებელი არის, იგივე შტატები და ერთ-ერთი ის საუბრისა სხვათა შორის ამერიკის მოქალაქე და ამერიკაში დაბადებულ გაზრდილი მეცნიერი იყო, რომელმაც გაკვირვებულად შემომხედა, როდესაც მიწების განკერძოებასთან დაკავშირებით ამერიკული ისტორიიდან მოუყვანე ოკლაჰომა ლენდ რაშ ესეთი ისტორიული ისაა, როდესაც ჰარისონი იყო მაშინდელი პრეზიდენტი. სირბილით რომ გაეღოთ, ხო? და მე უფრო რო ჩავეძიე. მოდი ავხსნათ, რომ მაყურებელმაც გაიგოს რა ლაპარაკი. ანუ ეს არის მოვლენა, როდესაც საკმაოდ დიდი ხნის წინ, თითქმის ვთქვათ 2 საუკუნე, როდესაც კარგად გაიაზრეს, რომ ბაზრის მექანიზმის ვთქვათ ჩარევა კარგს არაფას არ მოიტანდა საფონდოს ვთქვათ ნაწილში და კერძო საკუთრებას ღირებულება დააკვდებოდა თუ სახელმწიფო დიდი დოზით შემოუშვებდა ამ მიწებს გაყიდვის გზით. ამიტომ ესეთი ტიპის პრობლემა, როგორც იყო სახელმწიფო საკუთრება, რომელიც არ უნდა ქონოდა სახელმწიფოს და ვერ იყენებდა არარაციონალური იყო, უნდა მოეხდინათ მისი ტრანსფორმაცია და განკერძოება. შესაბამისად, თუ ამ გზით ჩაერეოდნენ, როგორც ბევრ ქვეყანაში ხდება ფულზე პრივატიზებით, გააფუჭებდნენ ბაზარს. რაღაცა პრინციპით უნდა ეს განეკერძოებინათ. მეორე მხრივ იდგა პრობლემა ქვეყანაში დაწყებული ეგრეთ წოდებული ვთქვათ ყაჩაღობიდან დამთავრებული სხვადასხვა მიგრანტების, რომლებიც უქონლებიც იყვნენ და ნუ ითვლებოდნენ ასე თუ ისე ამერიკის მაშინ რა ისექნებოდა მოქალაქეება ჩასულების, რომ ვთქვათ, ნუ ყველა ჩასული იყო იმ დროს და ეს ხალხი, რომელსაც არაფერი არ ქონდა, რაღაცნაირად უნდა მათი დანივთება, ეგრეთ წოდებული კერძო საკუთრების გაჩენა უნდა მოხდარიყო. თუმცა იქ არ შეურჩევიათ იმ პრინციპით, რომ ის რა ქონდა და მაგრამ უფრო მეტად უქონეულნი მიეძალნენ 20 ჰექტარებად დაყვეს. დაახლოებით ჩვენი პარამეტრებით იქო სხვა საზომი აქვს ფუტებში ზომავენ. დაახლოებით 870,000 ჰექტარი. აი თელი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწები რო ავიღოთ დაახლოებით 70,000 კვადრატული კილომეტრი. 870,000 ჰექტარი, კი ბატონო, ოკლაჰომას ასე ვთქვათ ტერიტორიაზე, ამჟამად რო ოკლაჰომას ვთქვათ შტატი აქვს. შესაბამისად იმ ტერიტორიაზე და აი ამ ტერიტორიაზე მოაწყვეს ეგრეთ წოდებული სტარტის ხაზი, ეს უამრავი დაახლოებით 20,000 მსურველი პრეტენდენტი შერიფის გასროლის ხმაზე დაიძრა და ამ დაყოფილ ნაკვეთებამდე ვინ რომელს ადგილსაც მიასწრებდა, იმას კოდი ენიჭებოდა, ამას თავის კოდი ჰქონდა და მე ჩამოყვებოდა იმ დროინდელი აღმრიცხელი,
ვინც დახვდებოდა იქ ადგილზე და შესაბამისად მიაკუთვნებდა მას ლეგიტიმურად ოფიციალურად კერძო საკუთრებას. საინტერესო პროცესი. ერთ დღეში მოაგვარეს ამ კერძო საკუთრების ვთქვათ ფორმირება და სხვადასხვა ამ ამერიკელმა მეცნიერმა ამ ისტორიის შესახებაც არ იცოდა და მე მითავხსენე რომ არც ქონდა ამის საჭიროება რომ ეს ცოდნოდა. იქ სულად ბუნებრივად არის. ბუნებრივად ეს შეუძლებელი მოვლენა იყო და უფრო მეტიც ეს მაშინ არ იცოდა რომ ესაც ზუსტად 1 ჰექტარიანი მონუმენტი არის მიძღვნილი. ზოგი ეტლით რო გარბის, ზოგი ცხენით რო გარბის, ზოგი იქ რაღაცას რო ვთქვათ ვიღაცას ეკაჩება უკან და თაღლითობს რომ ჩამოიტოვოს ეს კონკურენტი. ამასთვის არის ამ ტერიტორიაზე 1 ჰექტარიანი მონუმენტი ბრინჯაოს სკულპტურებით გაკეთებული. ამას იმიტომ ეგ ოკლაჰომაშია ეგ არ იქ არის ეს თლიანად ეს YouTube-ზე ვინც შევანახავს ეს თელი იქ რო რაღაცას ურემს რო ბორბალი ძვრება და ვიღაცა ჩამოვარდა და ნუ თელი სცენა თავისი სტარტით დაწყებული 1 ჰექტარზე ეს გაშენებული და ამ იმას უკავშირებ რაც თქვენ დასვით რატო აქო სახელმწიფოს ეს სახელმწიფოსია აი ეს მონუმენტი სადაც არის ეს არის სახელმწიფოს იმიტომ ამ ადგილს რაღაც საკრალური ვთქვათ მნიშვნელობა ქონდა რახან მოვლენას ქონდა ადგილი იქვე გაშენდა ეს პარკია თავისი მონუმენტით და შესაბამისად ის სახელმწიფო რატო ჩემი რო იყოს მაგალითად შენიერ შემოსავლის ცხოვრება აქცევი ამ შემთხვევაში მან უკვე კერძო ეს ტერიტორია არის ამისთვის გამოყენებული და არა ეს ვთქვათ კერძოსაც შეეძლო ეს მონეტი. გასაგებია, მესმის რომ რაღაც ვარიანტში საზოგადოებრივი აზრი ძალიან მარტივად ერთი ხელის მოსვლით ერთ დღეში უქონელი ადამიანები ფერმერები გახადა. და ნუ რა შედეგები მიიღო და მარტო ამის გამო კი არა ზოგადად სწორი პოლიტიკის გამო რა შედეგები აქვს დღემდე ამ ქვეყანას ყველამ კარგად ვიცით როგორი არის კერძო საკუთრების ქონის მისი ფლობის მისი გამოყენების ასე ვთქვათ მაჩვენებელი და მათ შორის პროპორცია კერძოს და სახელმწიფოს შორის ზოგიერთ შტატში მთლიანი ასე ვთქვათ მიწის რაოდენობის 97% არის კერძო საკუთრებაში 97 სასოფლოზე არ ვსაუბრობ მთლიანი თავისი ტყით და ასე შემდეგაც სწორედ აქედან გადმოვდივართ ამ ტყეებზე რაზეც საუბრობდით კონტექსტიდან რომ იქ სწორედ ესია რომ იქ არა მაგრამ ქართველი კაცი გაჩეხავს. კი ბატონო, ქართველი კაცი გაჩეხავს. ისინი უფრო მაგრები არიან, ისინი არ გაჩეხავენ, ჩვენ გავჩეხავთ. რატო გაჩეხავს ქართველი კაცი? ამას რო კითხვას დასვამთ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რო კითხო რომ შენ გაჩეხავ? არა, მე არა ის. ან შეხედეთ როგორ არის ფილოსოფიური მე ყოველთვის დარწმუნებული არის ჩვენი საქართველოს მოქალაქეებიდან, რომ მან ყველაფერი იცის. ის უწესიერესია, ის არა, მაგრამ ფილოსოფიური ის არის დამნაშავე, ის ყველაფერზე წამსვლელია და შესაბამისად ისიც და ისიც სინამდვილეში იქიდან მხრიდან რო შეხედო, ყველა არის ფილოსოფიური მე და თითოეულს 1000 ადამიანს 10000 რო ჩამოყვეს, ყველა მამა აბრამის ბატკანივით დაიფიცება, რომ თვითონ დღეს ხელს არ ახლებს, იმიტომ რომ წინაპრებმა საპატიო მაგის ჯერა რომ თვითონ არ გაჩეხავს. კი. რაში ისიც არ მჯერა, ის გაჩეხავს მაგაში რაღაცები არ ვენდობ. ნუ რაღაც შეიძლება ეს ამაში რაღაც ჭეშმარიტის მაცვალიც ვეძებოთ, მაგრამ აი ამაში გვაქვს გარღვევა რომ ფილოსოფიური მე დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერში კარგია, ოღონდ ფილოსოფიური ის არ არის კარგი. ანუ თვითონ ყველაფერს შეძლებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს. არა, ის ვერ შეძლებს თუ არა, მე მომეცით ტყე არ ვარ წინამდეგი და რო ეტყვის ზოგადად მიუცეთ ტყე ხალხს, უმეტესი ადამიანი ტყვის რომ არა, ტყეებს გაჩანაგებენ. არა და პირიქით ამ დროს, სადაც კერძო საკუთრებაა, იქ ყველგან არის ტყე დაცული, მოვლილი და ტყე არის ტყე. ჩვენთან და ჩვენისთან აქვეყნებში არის პირიქით, სადაც კი სახელმწიფოს არის თქვა ტყე, ის ტყის მასივები არის გაჩეხილი, საალაფოდ ქცეული პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველას უნდა რომ იმ საერთო საკუთრებიდან რაღაცას თქვა მიითვისოს. და სწორედ სოციალური კავშირებიდან გამომდინარე, როგორც კი ის გახდება კერძო, უბრალოდ კერძო მე საკუთრეს მომიჯნავე თუ არა მომიჯნავე, არ ჩააყენებს უხერხულ მდგომარეობაში და არ აკადრებს რომ იმას ასე ვთქვათ, რამე იმის ტყიდან მოიპაროს, მაგრამ სახელმწიფო ტყიდან სიამოვნებით ისე ვთქვათ მოიპარავს და ეს პრობლემა ძალიან ისე მასტიმუნდირებელი არის, ჩემი ცხუა ის ტყე და ჩემი ტყიდან ჩემი ნაწილს გამოვიდა რა, ახლა რა. აი ზუსტად ეს არის, ანუ წილობრივად მე აი ეს წილობრიობა ყველასი რო არის გადადის დასწრებაში ესე ვთქვათ. მე უკეთესი ნაწილი დავიწყე. მოდი მე უკეთესი მე დავასწრო, იმიტომ სხვა მაინც გაჩეხავს. ანუ მე რო არ გავჩეხო, მე კაი ტიპი ვარ, მაგრამ ის ხომ მაინც გაჩეხავს, მოდი მე დავასწრებ და სწორედ აი ეს პაექრობა მიდის კონკურენცია ცუდი გაგებით. უფრო ადრე გააჩანაგებს. ის უფრო ადრე გაჩეხო, ის შეხება კერძო ესე ვთქვათ ნაწილისგან განსხვავებით სახელმწიფოს ვთქვათ ტყეები ამ შემთხვევაში, იმიტომ კერძო არავინ არ შეგიშვებს თავისთან და არც შეშვებაზეც არ არის, არც არავინ არ აკადრებს, როგორი ახლა ვიღაცა შენს კერძო ტერიტორიაზე შემოვიდეს და შენს დაუკითხავად რამე ჩაიდინოს, კანონით ხო შეიძლება მოთხოვო და კანონი გვერდზე გადავდოთ თვითონ ეს მოქალაქეები მოთხოვენ
იღებენ ერთმანეთს, იმიტომ რომ ვის მოაპარიებს საკუთარი ტერიტორიიდან. ურთიერთობის ამბავია. აქ აი მითებზე რომ საუბრობთ, აი შემოდის სწორედ რიგ შემთხვევაში არა სწორი ვთქვათ ინტერპრეტაცია, წეგან ვახსენე რომ ჩვენი ძალიან საპატივცემლო ხალხის გამონათქვამები ტყე შეუნახე შვილებსა და სინამდვილეში ვის შვილებს უნდა შეუნახათ ტყე ეს ვინმე დასვა კითხვა ის შვილი როდის დაიბადება ვის შვილებს უნახავთ ტყეს ეს კითხვა ხო ისმის ამ შემთხვევაში და ეს სხვათაშორის შეტრიალებულადაა გამოყენებული და როცა ამბობენ რომ სახელმწიფო ტყეები არ უნდა დათმოს და ტყე უნდა იყოს სახელმწიფოსი მოგიყენებენ ამ ციტატას რომ ტყე შეუნახე შვილებსა და ვის შვილებს უნახავთ ტყეს კითხვა ხო უნდა შვილებს უნდა შეუნახო შენი უნდა იყოს ტყე რომ შვილს შეუნახო ის შენი რაც არის შენ ვერ შეუნახავ შვილებს რაც შენი არ არის რასაკვირველია ანუ იქ არის ძალიან კარგად არის ჭეშმარიტად არის და ტყე შეუნახე შვილებსა ოღონდ ამ შემთხვევაში არის საუბარი რომ შენ შვილებს უნდა შეუნახო მამა ხარ და შენი ვალიაო ანუ მამა უნდა იზრუნოს შვილებზე და შესაბამისად ანუ ეს უკუღმა კონტექსტში არის ეგ უკვე ისე მართლა კომიკური ის არის მამას თუ ტყე არა როგორ შეუნახოს არა უნდა შეუნახოს ეხლა მამამ როგორ უნდა შეუნახოს რაც მისი არ არის როგორ უნდა შეუნახოს ხო იქ ეხლა იმაზე იზრუნოს სახელმწიფოს ნოტა მიწეროს რომ არის აქ აი მის ანუ ეგ არის მისთვის უკვე როცა მისი არ არის ეგზოგენურია და მას არ ხელეწიფება რომ თუნდაც ის დანაბარები შეასრულოს რომელიც მითიურად უკუღმა ვიყენებთ ვიდრე ესე ვთქვათ სწორად გამოვიყენოთ რა ეს არის ამ შემთხვევაში დადებით კონტექსტში პოეზიიდან ამოღებული მითათქცეული ესე ვთქვათ ნაწილი, რომელსაც დადების კონტექსტში ზოგჯერ ვერ ვიყენებ. ამ დროს სრულად დადებითია, რომ რაჯობია, რომ გარემოს შეუნარჩუნებ და მომავალთაობებს ესე ვთქვათ გადასცემ, მაგრამ იქ პირდაპირ წერია განპიროვნებულად და არ წერია იქ, რომ თქვენ ხალხნო შეუნახეთ მომავალთაობებს. პირდაპირ გითხრა განპირობებულმა მამამ უნდა შეუნახოს ესე ვთქვათ შვილს. ანუ ეს იმას ნიშნავს რაციონალურად მოეკეცი, რომ შვილ თაობებმა ეს მიიღო. ნუ დღეზე თან ცალსახარი დღეს თავისი მოვლის წესი აქვს და იმ შემთხვევაში როცა დღეს პატრონი ყავს და უვლის იქ ხანძარ საშიშროებაც ნაკლებია და ძველი დაავადებული წყლის გამოტანას უფრო დროულად ხდება გაწმენდაც დროულად ხდება და წყეც უფრო ჯანმრთელია და უკეთესია. აბსოლუტურად მინახავს ეგეთი წყეები ამერიკაში რომ შევალ აწერია პირდაპირ ეს ტყე არის კერძო საკუთრება ну ცოტა პერიფრაზა ვაკეთებ რამდენი გინდა იმდენი ისეირნი ამ ტყეში მაგრამ ნადირობაზე ბუდიში ნადირობა არ შეიძლება სიტყვაზე და ხეზე შეხება მით უმეტეს არ უნდა დაამტვრიო და უზარმაზარი ჯარიმა იქნება რა და ახლა ის რომ ვერ დამიჭერენო მაგასაც ვერ იფიქრებ იმიტომ რომ კაცმა არ იცის ვინ საიდან გიყურებს ხო ბოლო რა პატრონია და იცავს თავის დღეს ხო და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს ალბათ აი მოდი შევხედოთ ხა სისტემურად როდის იქნება ტყე უკეთესად დაცული მე ძალიან მიყვარს ტყე და ალბათ ბევრ ადამიანს უყვარს და მიყვარს ისე როგორც არის როგორც ბუნება ისე მიყვარს როდის იქნება უკეთესად დაცული როდესაც ერთი ადამიანი რომელიც არის სახელმწიფოს წარმომადგენელი დელეგირებული სუბიექტი ჩვენი თანამოქალაქე 5000 ჰექტარ ტყეს იცავს თითქოს და ბჭყალებში შეძლებს ამის დაცვას მაღალმთიან რაიონშიც კი ვერ შეძლებს სადაც ერთი გზა აქვს გაყიდვას შეძლებს კი ბატონო არ გადაიმტერებს ის არც მეზობელს არც შორეულ სოფლელს იმის გულისთვის რომ მისი რაც არ არის იმის დაცვაში და რომს გადაიტეროს მაინც არ შეეკითხებიან და ჩათრევას ჩაყოლაჯობიო ბოლოს ვიღებულოთ ამ სურათს ეხლა შევატრიალოთ ეს პირიქით ეს სურათი ვინმე კერძო რო იყოს ეს ტყე ვინმე თქვა ან სადმე გაგონილა რომ ამისთვის სახელმწიფომ ტყეზე მზრუნველი სამსახურები უნდა გააუქმოს სახელმწიფოს ისევ ყავს ეს სამსახური, ოღონდ იმისგან განსხვავებით, ამ 5000 ჰექტარზე 7-8 მეპატრონეა პლუს, რომლებიც თუ ვინმე რამეს იქ დააშავებს, პირველ რიგში ის მეპატრონე უფრო სწრაფად გაიგებს, ვიდრე ეს ერთი კაცი. პირველ რიგში, თავისთან ახლოს. ანუ ორი მდევარი ეყოლება დამნაშავეს ამ შემთხვევაში და კიდევ მეორე მხარეს რო შევხედოთ, სახელმწიფოს რამე ისეთი ეკოლოგიურად სხვას რო აზარალებს, ხო, ამიტომ ხო არის სახელმწიფო რომ სხვა არ დააზარალო, შენ რო იქ რაღაც უდიერად მოიქცე. პირობითად ჩემი ატყე და დაუშვათ დაუწვი. ეს ხო სხვას დააზარალებს მერე და ამიტომ ეს ქმედება რო არ ჩაიდინო, ამისთვის დაუშვათ. გამოვლენაც მარტივია. შენ ტყეში რაც ხდება, შენი პასუხისგებლობაცაა. სახელმწიფოს ძებნა არ დაუწევს. შენ თუ შეტყობინება არ გააკეთე იმის შესახებ, რომ დაუშვათ და მოგყარეს ეს, მოგიჭრეს ეს ხეები. კეთილინები რო აღმოჩინდა შეატყობინე, ხო? ანუ ორი მდევარი ყავს მან. ჯერეთ უფრო ადრე გამოავლენ პირობითად დამნაშავე დავარქვათ და მეორე მხრივ ამიტომაც იქნება უფრო მეტად დაცული და სახელმწიფოს არ უწევს მე მარჩიელობა. ტყეში თუ ფაქტზე არ დაასწრო, კაცი შვილი ვერ მიხვდა ვინ მოჭრა მერე. ან ვინ რა ჩაიდინა.
და ეს ყველაფერი პირიქით რეალურად თუ არ მიხვდა საინტერესო. იდეაში არ მიხვდება 5, 6, 7, 10 და 20 წელიწადი 20 წლის მერე ხა ტყეიმის ტყია რო მიდი და არ ყვი ესე ვთქვა. არა, ხო, მე მახსოვს რომ იყო პრობლემა რომ ტყე დაავადებული არისო, ვიღაცებს მისცეს ხელისუფლებმა მისცეს და პირწმინად გაჭეხეს ყველაფერი დაავადებული ან არ დაავადებული. გამოხშირვის მოტივით, კი ბატონო. არა და ტყის პატრონი მაგას ყველაზე უკეთესად განსაზღვრავს, ისევე როგორც საქონლის პატრონი, ისევე როგორც სახლის პატრონი, თვითონ წყვეტს, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას